სულ რამოდენიმე საათი გვაშორებს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. მინდა მოგიმზადოთ უგემრიელესი ღორის ნეკნები, რომელიც ლუდთან ერთად არის სასწაული. აუცილებლად უნდა ცადოთ, რადგანაც ძალზედ გემრიელია. პირველ რიგში ჩავუცვათ ხელთათმანები და შემდგომში უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ღორის ნეკნების მომზადება. ღორის ნეკნებს ზედაპირზე მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი, ასევე პაპრიკა და ნიორის პუდრა. ხელის დახმარებით კი ყველაფერი კარგად გადაურიოთ. ხორცი ამოვატრიალოთ, მოვათასოთ ანალოგიურად სუნელები და საბოლოოდ მოვათასოთ მდოგვი. ხელის დახმარებით ყველაფერი კარგად თანაბრად უნდა გადავანაწილოთ. თითქოს მასა ვუკეთებთ ჩვენს ღორის ნეკნებს. ღორის ნეკნებს უკვე არაჩვეულებრივი სუნი აზდის, თუმცა ნახევარი საათი უნდა გავაჩეროთ, რათა გემოები გაჯდეს. ამასობაში კი დაგჭირდება უკრაინული ბრენდი ფინოს საცხობი პარკი. საცხობ პარკში მომზადებული ღორის ნეკნები წვავს თავისივე ცხიმში, უნარჩუნებს სისველეს, იცავს ღუმელს დასვრისგან და რაც მთავარია მარტივია მოსახმარებლად. ეხლა კი ღორის ნეკნები მოვათესოთ საცხობ პარკში, გადავანაწილოთ თანაბრად. პარკში მოთავსებული ჰაერი აუცილებლად გამოვდენოთ. შემდგომში გავკვანძოთ და მოვაჭრათ ზედმეტი პარკი. მოვათავსოთ ლანგარზე და გამოვაწყოთ 190 გრადუსზე 2 საათის განმავლობაში. გამომცხვარი ღორის ნეკნებს მოხსნათ საცხობი პარკი. შემდგომში გადმოვიტანოთ ლანგარიდან. ღორის ნეკნები გადმოვიტანოთ ხის დაფაზე, დავასვენოთ 5 წუთის განმავლობაში. შემდგომში ზედაპირზე წავუსვათ ბარბეკიუ соуსი. ბარბეკიუ соуსი წავუსვათ ფუნჯის დახმარებით თანაბრად. ჯერ ერთ მხარეს შემდგომში ამოვატრიალოთ და მეორე მხარესაც მოვათავსოთ ბარბეკიუ соуსი. მიღებული ხორცი დროებით გადავდოთ. ეხლა კი დაგჭირდება ფინოს საცხობი ქაღალდი. იდეალური გადაწყვეტილებაა ცხობისათვის და საკვების მოსამზადებლად. ლანგარზე მოვათესოთ საცხობი ქაღალდი, მოვათესოთ ღორის ნეკნები და გამოვაწყოთ 190 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. საბოლოოდ კი ასეთი არაჩვეულებრივ უგემრიელეს ღორის ნეკნებს მიიღებთ. აუცილებლად ცადეთ, არ ინანებთ, ნამდვილად გემრიელია.